შემოგიერთით კვლავ ჩემო მსმენელო და დღეს ეხლა ამ წუთში მინდა რომ ჩემი ახსარება გამოვთქვა რამე თუ ძალიან მაწუხებს ეს ამბავი და მოკლედ ახსარება ესეთია რომ რამდენიმე დღის წინ ერთმა საზისხარმა კატამ გადაატრიალა გალია და მოგვტაცა პიპმაცი, რომელსაც პიპმაცი ერქვა, რომელსაც ვკვებავდით ხელით, იმიტომ რომ კატას უკვე ერთხელ გავაგდებინეთ პირიდან და ცოტა დაზიანებული იყო და შევეჩვიეთ ამ პიპმაცს, იმიტომ რომ ვცდილობდით რომ მოვხმარებოდით, რომ ეს დაზიანებული ადგილები გამოჯამრთელებული იყო და ვერ დადიოდა პიპმაცი. სონი კიდე ძალიან საყვარელი წიწილა იყო და მოკლედ ეს ორივე წიწილა მოგვტაცა და რამდენიმე დღის მანძილზე, რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს ამბავი და ძალიან გულზე დამაწვა. ეხლაც რაღაცნაირად ისე ცუდად მაქვს ხოლმე გული, როცა ამ ადგილზე მივდივარ და მე რომ დავფიქრდი, რატო ვარ ცუდად, წიწილები არიან ხო, მეტი ხო არაფერი და მივედი ამ დასკვნამდე, რომ ჩავუღრმავდი რა, ჩავეძიე და ვიფიქრე, რომ კაცო ადამიანი არ შემენანება შეიძლება ესე და ეს წიწილები რატო მენანება ეს, ანუ რატო დამთრგუნა ასე ძალიან ამ ამბავმა რა, რატო მომედო გულზე და მივხვდი ერთ რამეს რა, რომ ესე იგი ადამიანი დააწესა ღმერთმა ცხოველების მომვლელად, ანუ ბრძანებელათაც და მომვლელად და უთხრა ჩააბარა ეს ცხოველები, რომ აცი შენ მოუარეო, ეს ყველაფერი შენიაო, დედამიწა, ბუნება, ცხოველები ყველა სახის. ხო და რო დავფიქრდი მე რომ მამა ჩემი რომ გარდაიცვალა, ხო? მე ვიცოდი რომ ეს მოხდა იმისათვის რომ უნდა გარდაცვლილიყო და ანუ ეს წავიდა იქ, სადაც შეასრულა თავისი საქმე, გაცნობიერებულად მოხდა ეს ყველაფერი. განა ის არა რომ მამა ჩემი არ დამენანა და რაღაც, მაგრამ ვიცოდი რომ ის მამა ჩემი, ხო, თავისი მისია ქონდა, თავისი მისია შეასრულა, თავისი მისიით გაიყვანეს. მაგრამ მე რატო ვთვლი თავს დამნაშავედ ამ წიწილების დაკარგვაში? ხვდები? ხო შეიძლება რომ მეფიქრა რომ მამა ჩემს ვერ დავეხმარა ეს ისა. არა, გესმის? არა. გული არ მეუბნება რომ შენ არ ხარ დამნაშავე ამაში, მაგრამ დამნაშავე იცი რაში ხარ? რომ ვერ მოუარე ამ ორ წიწილას. ორი წიწილა გყავს ჩაბარებული და ამასაც ვერ მოუარე რა. და მერე წარმომიდგა ესეთი რაღაცა, წარმოგიდგენიათ მეფეებს, რამხელა პასუხისმგებლობა ქონდათ და როგორ განიცდიდნენ თავიანთი ხალხის დაკარგვას. ეხა მე თუ ამ ორი წიწილის შეწირვას, ხო, შევწირ, პრინციპში კი არ შევწირე, მომტაცა კატამ. ეგრე იყო ომებშიც სტაცებდნენ ხალხს, ეხლა რომ მოგიკლავს ომში ვიღაცა, შენ ყავს ჩაბარებული ეს ხალხი, მეფეს, ხო, და ვიღაცა მოგიკლავს და ეხლა შენ რა დღეში უნდა იყო წარმოგიდგენია? ხო და მივედი მაგ დასკვნამდე რომ ადამიანს ნამუსი ამხელს. ჩემი ნამუსი არის ის, რომ მე ღმერთმა რაც დამავალა ის ვერ შევასრულე. თქვათ, იმიტომ რომ თუ კი მე ჩამაბარა ბუნება, ცხოველები და ასე შემდეგ, მე ავდექი და კატას შავუგდე პირში, გესმის, ეს პეტერა უსუსური ცხოველები, რომლებიც შემეძლო რომ კარგად და ეს გალია დამეცვა ისე რომ ზემოდან დამედო აგური რომ კატას ვერ გადაეწია და ასე შემდეგ. ხვდებით? მაგრამ არ გავაკეთე. გული მიგრძნობდა, მაგრამ არ გავაკეთე და ეს ახსარება მინდა ჩაგაბაროთ, რომ ეს არის ის, რაც ადამიანმა არ უნდა გააკეთოს, როცა გული გიგრძნობს, მაშინვე უნდა გააკეთო. ნაცვლად მაგისა მე წავედი და მობილურის დასატენად წავედი. ჩემი გოგონა დავტოვე იქ რომ ნიყავ, მე თქვი არ ერთი წუთით აქ დარჩი, მე ამობილურის დატენას სულ გადამავიწყდა ეს რომ დავტოვე იქ ჩემი გოგონა მოვიდა სახლში და ამასობაში კატამ უკვე წაგვართვა ეს ორი წიწილი. წარმოგიდგენიათ, როგორი მტაცებლური გახდა ეს სამყარო?
იმიტომ რომ ადამიანები გავხდით მტაცებლური, ყველაფერს ვტაცებთ. იმან რაღაცა თუნდაც პლაგიატობით, თუნდაც აზროვნებით, თუნდაც ვიღაცამ რაღაცა მოიგონა შენ უკვე წაგართვეს. იქ ვიღაცა ტელეფონზე დაელაპარაკე იდეა უკვე წაგართვეს, იმიტომ რომ მასონებთა საყვარო ყველას ისმენს და ყველაფერს. ყველა იდეა მოპარულია, ყველა წარმოიდგინე, გაიფიქრებ და უკვე მოპარულია რა, იმიტომ რომ შენი აზრებიც იკითხება უკვე. და მე მართლა გეუბნებით ამ მდგომარეობამ კითხვა გამიჩინა ესეთი, რომ მე არც კი მინდა იმ მდგომარეობაში შევიდე, მეფეებს რა ემართებოდათ, როდესაც 1000-ობით და 10,000-ობით ჯარისკაცი ეხოცებოდათ. და ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ის მეფე გინდა არ გინდა, უარყოფ თუ არ უარყოფ, სინდისი მაინც ხო ქეჯნის, სინდისი არ არსებობს, რომ სიკვდილის წინ მაინც არ მოვიდეს რა. იმიტომ თქვა დავით აღმაშენებელმა, ფეხი დამადგითო, გულზე დამადგით, არაობავარო რა, არავინ არ ვარო საერთოდ, არაფერს არ გულზე ფეხის დადგმას ვიმსახურებო. იმ კაცმა გაიაზრა რა ხდებოდა. სინდისი ქონდა ამ კაცს, ჯერ კიდევ არ დაკარგული. და შეწყელის სონი და ბლეკით და პიპმაზიც მომიტევოს უფალმა, რომ ვერ დავიცავი და ვერ მოვუარე. ესე არის ხოლმე, როცა ვხედავ ბუნებას აბინძურებენ, გული არ შემიძლია რომ გავჩერდე. და მე წინა რამდენიმე დღის წინ რომ ჩავწერე ის, რომ ღმერთს ვთხოვე მეთქი და ის უნარი მეთქი და ამაკარგვინე, რომ ამ ხალხს ვფიქრობ და ვზრუნავ, ჯერ კიდე გადმოყოლილი მაქვს ალბათ 800 წლის წინანდელი ტრავმებიდან და მართლაც ღმერთმა შეისმინა ეს ჩემი თხოვნა, რომ იცოდეთ რა. იცი როგორ მომეხსნა გულიდან რა დაემართება ახლა ქართულ ხალხს ჩინელებს თუ იმებს როგორ აღარ მაინტერესებს, იცი ყველამ თავის დროს მოუაროს რა. მე აღარ ვარ ის აღარ მევალება ის, რომ იმაზე ვიზრუნო, იმაზე და იმ გაჭირებულზე და იმ საწყალზე და იმაზე და იმაზე და იმაზე და იქ რა აშენდა, იქ რა დაინგრა, იქ რა აღმოცენდა, იქ რა გადაიტანეს, იქ რა გადმოიტანეს, საზღვარია თუ ისე აღარ მაინტერესებს და ღმერთმა მართლა დამეხმარა და ჩემი თხოვნა შეისმინა, მადლობა უფალს.